და ჩაუღარეთ საძირკველი ამ უნიშნულოვან პროექტს და გილოცავთ უყველას. მეგობრებო, ჩემო ბათუმელებო, ჩემო საყვარელო ადამიანებო, არ გავიდა სულ რაღაც 5-6 თვე და ჩვენ დღეს უკვე ვზეიმობთ ახალი სპორტული ობიექტის გახსნას. ეს არის ჩვენი სიამაყე, ეს არის ჩვენი მომავალი თაობა. ეს არის ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, სპორტის ხელშეწყობა. და რა თქმა უნდა, ჩვენ როცა საუბრობთ წარმატებაზე, ტურიზმის განვითარებაზე, ჩვენ არ შეიძლება არ ვღვნიშნოთ სპორტული ტურიზმის განვითარება. დღეს ეს ბაზა სრულად არის ადაპტირებული იმისათვის, რომ აქ გავმართოთ სხვადასხვა შეჯიბრებები, ასევე წვრთნები, ასევე სპორტული შეკრებები. აქ განთავსებული არის ძალიან მნიშვნელოვანი სივრცეები, რომელსაც ქვია საბარჯიშო დარბაზები, საშხაპეები, სასტუმროები, ნებისმიერი რანგის ბათუმის ანგისის სპორტულ ბაზაზე, რომელიც დღეს გაიხსნა. თანახმად გადავხედავთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს, რომელიც ბათუმის დინამოს და პატარა ფეხბურთელებს ულოცავს ბაზის ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი შენდება სპორტული ობიექტი დღეს აჭარაში. და ზუსტად ჩვენი რეგიონი ადაპტირებულია და მორგებული არის 4-ვე სეზონზე. და ჩვენ დავაგრიეთ სტერეოტიპი, რომ ბათუმშია კარგია დასვენება მხოლოდ ზაფხულის პერიოდში. დამერწმუნეთ, რომ 12-ვე თვის განმავლობაში იქნება მეტი ჩართულობა. აი აქ ამ მოედნებზე ან სპორტულ სივრცეებში ჩატარდება საერთაშორისო ტურნირები, საერთაშორისო შეჯიბრება. მე მიხარია, რომ ძალიან მალე ჩვენ რეგიონში იქნება ახალი სპორტული ობიექტები, რომელსაც ქვია ოლიმპიური აუზი და გილოცავთ უყველას, ჩემო მეგობრებო. ასევე ახალი ყინულის არენა, 2 სპორტული არაჩვეულებრივი სივრცე. ეს არის ძალიან დიდი სპორტის სასახლე, სადაც 26 და მეტი სპორტული სექცია განთავსდება, ფედერაციები განთავსდება. ერთიანი არაჩვეულებრივი დიდი დარბაზი, რომელიც გათვლილია 5000 კვადრატულ მეტრზე და რამოდენიმე ასეულ მაყურებელზე. მე მინდა აღნიშნო, რომ აი ამ ფერხულში რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი სპორტული შეჯიბრებები და არ შემიძლია არ აღნიშნო, ძალიან მალე ქალაქ ბათუმში სულ რაღაც 5 თვეში ჩატარდება მსოფლიო ოლიმპიადა ჭადრაკში. ბატონებო და ქალბატონებო, 190-მდე ქვეყანა, 5000 მოთამაშე ჩამოვა ჩვენს რეგიონში. ეს არის წარმატება, ეს არის მომავალი, ეს არის ცნობადობის განვითარება და ამაღლება. ეს არის ჩვენი რეგიონის და ჩვენი ქვეყნის წარმატება. მე მიხარია, რომ დღეს აი ამ ულამაზეს ორ მოედანზე, სადაც არის როგორც ხელოვნური, ასევე ბუნებრივი საფარი, ძალიან ბევრი გუნდი ივარჯიშებს, ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოვა და ძალიან ბევრი წარმატება იქნება ბათუმის დინამოს. კიდევ და კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენთაგანს, ჩვენს ბათუმს, ბათუმელებს, თელს აჭარას, თელს საქართველოს უმორსავთ გევანდელკეს და მრავალი წარმატებები ბათუმის დინამოს. მაშასე, ჩვენი ბაზა შეიძლება ითქვას, რომ ოფიციალურად გახსნილია. მე ის გადამრჩენია, რომ გთხოვოთ წამოუდგეთ ფეხზე საქართველოს ეროვნულ ჰიმნს. ჩაღიმართება ჩვენი ქვეყნის ეროვნული დროშა, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა და ჩვენი ეროვნული ჰიმნის შესასრულება ჩვენ ქალაქელი ბათუმის დინამოს დიდი ხნის გოლმაგი საუბერო სოლისტი ბაჩო ნაკაშიძე მინდა მოვიწვიო, რომელსაც მინდა რომ მიესალმოთ აპლოდისმენტებით აუცილებლად. მოგესალმებით,